ქვეყანაში ამანათების გატარების გამარტივების მოლოდინია, საფოსტო კომპანიები ახალ პროექტზე მუშაობენ, რომლებიც მომხმარებლამდე ამანათის მისვლის პროცესს დააჩქარებს. მათ შორის რამდენიმე თვეში საქართველოში ამანათების სორტირების ცენტრი გაიხსნება, თუ როგორ დაიწყო საფოსტო და საკურიერო ბიზნესმა 2026 წელი და იქონიებს თუ არა სექტორზე გავლენას ახალი კანონი, რომლითაც ქვეყანაში უცხოელთა დასაქმება შეიზღუდა. მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე დაგეგმილდა მიმდინარე სიახლეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც საფოსტო და საკურიერო კომპანიებს აქვთ. გეტყვით, რომ სექტორში 2026 წლის სტარტით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ამანათების რაოდენობა გაზრდილია როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპის სახელმწიფოებიდან, ჩინეთიდან კი გაორმაგებულია. დარგის წარმომადგენლები ამ ბიზნესის სეზონურობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ამანათების განსაკუთრებული მატება სხვადასხვა დღესასწაულების დროს შეინიშნება. გზავნილებში უმეტესად ონლაინ შოპინგისას შეძენილი ნივთები ჭარბობს, თუმცა მზარდია ფიზიკური ამანათების რიცხვიც, რომლებსაც ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ოჯახებში აგზავნიან. ბიზნეს სექტორში ელიან, რომ წლის ბოლომდე საქართველოში შემოსული ამანათების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ამ ბაზარზე შემოსვლით ონლაინ ვაჭრობის სულ უფრო მეტი უცხოური პლატფორმა ინტერესდება. შესაბამისად, მიმდინარე წელს როგორც ახალი ქვეყნების, ისე ახალი სავაჭრო პლატფორმების დამატება განიხილება. რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯებს, კომპანიების ინფორმაციით, ამჟამად ამანათების ჩამოტანის და მიწოდების ტარიფები სტაბილურია, ფასების მატება არც გასულ 2025 წელს და არც მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა. როგორც წესი, წლის დასაწყისი იანვარი-თებერვალი ევროპაშია, განსაკუთრებით ესეთი საინტერესო ფასდაკლებები და შესაბამისად ამანათების რაოდენობა ევროპის მიმართულებით არის მომატებული საგრძნობლად. თავისთავად საბერძნეთი იყო და რჩება ლიდერად. ჩვენ ერთი წელი ხდება უკვე რაც ესპანეთის მიმართულება დავიწყეთ და წელს უკვე ამ ფასდაკლებების სეზონზე ძალიან გააქტიურებული ესპანეთის მიმართულება, არის გერმანია, იტალია, ბრიტანეთი, სტაბილურია სხვა ქვეყნები. ეხლა ყველასთვის ცნობილია, რომ ჩინეთის ახალი წლის პერიოდი გავიარეთ უკვე, სამკვირიანი შესვენება ჰქონდათ და თავისთავად გაჩერებული იყო, თუმცა ჩინეთის მიმართულებითაც მაგალითად შაშანდელ წლის განმავლობაში გაორმაგებული იყო ამანათების რაოდენობა. თუმცა ველოდებით კიდევ უფრო ზრდას. 2026 წელი ძალიან აქტიურად დავიწყეთ ახალი წლის პერიოდში, ძალიან ბევრი გზავნილი გქონდა, თუმცა ახალი წლის შემდეგ ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია, ეს ძირითადად ეხება ფიზიკურ გზავნილებს, შემცირებულია ფიზიკური გზავნილები, თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდი ონლაინ შოპინგზე, გამოწერები კვლავ აქტიურად არის, რადგან ახალი წლის შემდგომ პერიოდშიც დიდი რაოდენობით იყო ფასდაკლებები სხვადასხვა საიტებზე და ეხაც გრძელდება, ჯერ იყო სიყვარულის დღე, ეხა ქალთა თვე მოდის და მოკლედ ძალიან ბევრი კარგი ფასდაკლებაა და ჩვენი მომხმარებელი აქტიურად იყენებს ამ შანსს. ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით ფასები არ შეცვლილა, ნარჩუნდება იგივე ფასები ბაზარზე, ჩვენ შემთხვევაში ფიზიკური გზავნილის ღირებულება არის $7.5, ხოლო ონლაინ შოპინგის შემთხვევაში კილოგრამის ფასი არის $8. დარგის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში იმ ახალ კანონზეც საუბრობენ, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედა და რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხოელთა დასაქმება შეიზღუდა, მათ შორის მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად მუშაობა აეკრძალათ. საფოსტო და საკურიერო კომპანიებში ამბობენ, რომ ახალი კანონი მათი სექტორისთვის კადრების დეფიციტს არ შექმნის, ვინაიდან მათივე განმარტებით კურიერებად უმეტესად საქართველოს მოქალაქეები ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც ამანათებს ძირითადად ავტომობილებით არიგებენ, ამიტომ სექტორში ფიქრობენ, რომ ამ კუთხით გამოწვევის წინაშე უფრო მეტად ეგრეთ წოდებული მიტანის სერვისის კომპანიები დადგებიან, თუმცა რაც შეეხება სხვა ტიპის პრობლემებს, რაც საფოსტო კომპანიებს აქვთ, აქ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება არასაკმარისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, კერძოდ საბაჟო ტერმინალები, რომლებიც მოზღვავებული ამანათების გატარებას ვერ აუდის, განსაკუთრებით კი სადღესასწაულო დღეებში, ამიტომ კომპანიებში კვლავ ტერმინალების დამატების აუცილებლობაზე მიუთითებენ, ზოგიერთმა მათგანმა კი კერძო ინვესტიციით უკვე გახსნა საკუთარი ტერმინალი, მეტიც უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ამანათების სორტირების პირველი ცენტრიც გაიხსნება და ის 1 საათში რამდენიმე 1000 ამანათის დახარისხებას შეძლებს, რაც მომსახურების სერვისს გააუმჯობესებს.
საბაჟოზე ტერმინალების დეფიციტის გამო შეიქმნა გარკვეული სირთულეები, რადგან გაზრდილია, რა თქმა უნდა, გადამზიდი კომპანიების რიცხვი, გაზრდილია ტვირთი და შესაბამისად საბაჟოს გაუჭირდა გამკლავება. ამასთან, მაგალითად გეტყვით, რომ ჩვენს ტვირთს სჭირდება 2-3 დღე, რომ ამერიკიდან ჩამოვიდეს საქართველოში და ამდენივე ან ცოტა მეტი დრო სჭირდება, რომ საბაჟო პროცედურები გაიაროს, რაც რა თქმა უნდა სირთულეა, როგორც ჩვენთვის, ისე მომხმარებლისთვის. კურიერებთან დაკავშირებით კი სირთულეები ნაკლებია, რადგან ძალიან ბევრი საკურიერო კომპანია არის. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ოპერირება, მივიღეთ საბაჟოსგან ნებართვა ოპერირებისთვის და ეტაპობრივად ჩვენი ახალი ტერმინალი დაიტვირთება როგორც ახველეთო, ასევე საჰაერო ტვირთების მიმართულებით. მოლოდინი გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად ჩვენ სერვისს მოგცემს საშუალებას, რომ გამომჯობესოთ სერვისი დროის კუთხით, მომსახურების ხარისხის კუთხით და ვფიქრობთ, რომ სადღაც რამდენიმე თვეში, როდესაც უკვე სრულად დაიტვირთება ჩვენი ტერმინალი, შედეგი უკვე ნათელი იქნება. პლუს ამას ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც არის სორტირების ცენტრი, ამანათების სორტირების ცენტრი, რომელიც ჯერჯერობით პრეცედენტი არ აქვს არც საქართველოში და არც ამერიკა-კავკასიის მასშტაბით და რამდენიმე თვეში უკვე გვექნება ამანათების სორტირების ცენტრი. შეგახსენებთ, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ მსხვილი და სწრაფად მზარდი დარგია. მაგალითისთვის, 2024 წელს ქვეყანაში საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 13 მილიონზე მეტი ამანათი გადაამუშავეს. 2025 წელს კი ეს მონაცემი კიდევ უფრო გაზრდილი იყო, თუმცა მიმდინარე წლის მაჩვენებლები მაინც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, როგორც წესი სამხედრო კონფლიქტები ნებისმიერი სექტორის ზრდაზე ნეგატიურად აისახება. მარი, მადლობა საფოსტო და საკურიერო ბიზნესის მიმოხილვით. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში.